სტუდენტი აფხაზეთიდან, ზვია დაძინბაია რუბრიკაში პორტრეტი. ეხლა მე თქვენ გაჩვენებ ჩემს ოთას, სადაც ჩემი ფიქრების და მიზნების დიდი ნაწილი იბადება. ეს არის ჩემი მოკრძალებული ოთახი, რა ვიცით, ჩემი მიზნებით, რაც გამაჩნია და რაზეც ფიქრობ და მუშაობ. მაგალითად, ტაფცის უნივერსიტეტი, ჩემი სერტიფიკატების ნაწილი, აგარკვეული მიზნებია ჩემი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებ და გეგმები. პირველი ფორმულა ალბათ იქნება ის, რომ როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობს, თუ დაიჯერებ, რომ ამას გააკეთებ, ამას აუცილებლად გააკეთებ. და მეორე არის ის, რომ უნდა შეგეძლოს დამარცხება, ანუ თუ შეგიძლია მარცხის შემდეგ, ანუ წამოდგომა იმდენჯერას დაეცემი, აბსოლუტურად მიხვალ იქ, სადაც შენ გინდა მიხვიდე. ოღონდ ჭირდება მოთმინება, ეს არის, როდესაც ითმენ, მაგრამ ამავდროულად ყოველდღურად მუშაობ უცდი, მაგრამ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ იქით მიხვიდე და არ ელოდო იმას, რომ რაღაცან ვიღაც აქეთ მოვა და მე როცა იქით მიდიხარ, მოძრაობა ორ მხრივი აღმოჩნდება ხოლმე და მიზანი შენკენაც მოძრაობს და გაცილებით უფრო მალე მიდიხარ, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინო. ბოლო 2.5 წელიწადია ჩემი ოჯახის სუბსიდიებზე არა ვარ. ჩემი ცდილობ გამომიმუშაო საცხოვრებელი თანხა და დამოკიდებლად ცხოვრობ. 6 წლის წინ ჩამოვედი თბილისში პირველად მეტროს ორი გაჩერება ვიცოდი მარტო. ბევრჯერ დავიკარგე. ჩემი თვითკირა ბინა ჩემი მშობლები არ ყოფილან ჩემთან ასე სტუმრად, იმიტომ კი არა რომ მე არ ვაინტერესებდით, იმიტომ რომ რაღაც დამოკიდებულების ეს დოზა მქონდა. მე ჩემი მეგობარი ცხოვრობდით რაღაც 6-7 კვადრატიან საცხოვრებელ ძველ თბილისში და იქ ცხოვრობდით, მეცადინეობდით, გეგმებს სახავდით. ერთი შეხედვით არ არის ადამიანთვის საკმარისი ეს სივრცე, მაგრამ საერთოდ არ გვიგრძნო, რომ პატარა სივრცეში ცხოვრობდით, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემართებით ცხოვრობდით. ძალიან დიდი ხნის შრომის შემდეგ შევძელი ტაფცის ფლეჩერის სკოლაში სამართლის და დიპლომატიის პროგრამაზე ჩარიცხვა. ტაფცის ფლეჩერის სკოლა ტაფცის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო ოჯახია დიპლომატიის სამართლის მომავალი თაობისთვის. ამიტომ ამ რესურსის, ჰარვარდის რესურსის გამოყენებას სწორად მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი რამ იქნება, რაც შეიძლება მე გავაკეთო. იგივე კონტაქტები სტუდენტებთან, პროფესორებთან, მაღალი დონის პროფესიონალებთან, ვინც იქ ასწავლიან და კვლევებს აკეთებენ, ხო? ამ ხალხის ნაწილობრივ საქართველოს ჩამოყვანა, საქართველოს იდეების მეტად წარმოჩენა იქ და ეხლა ერთადერთი დამოკიდებულია, რომ მე მივიღო დაფინანსება ჩემი სახელმწიფოსგან და აგვისტოდან განვაგრძო უკვე ამ პროგრამაზე სწავლა. გარდა ამისა, მუშაობ გაზეთ Georgia Today-ში ანალიტიკოსად. უკვე მეორე წელი დასრულდა. პროფილურად მუშაობ Georgia Today-ში. შეეხება უსაფრთხოების დიპლომატიის, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების საკითხებს და ასე თუ ისე ჩემი პროფესიული ფოკუსი აქ არის. საქართველოში რაღაც აღმოჩენილ გაზის და ნავთობის მარაგებზე დავიწყე სიღრმისეული კვლევა და პირველი პუბლიკაცია რო გავაკეთე, მაშინ დამირეკეს ლონდონის საფონდო ბირჟიდან მობილურზე და ცოტა შემეშინდა. მე კიდევ ერთ 5 ადამიანს დამირეკა შენ გამოგვეყნებია და აბასაიდან და ამდენი ემპირიული მასალა და ამდენი ისა და ცოტა შემეშინდა. მე ვთქვი რამე ცუდი ამბავი ხო არ გავაკეთე მეთქი რა ესეთი ეროვნული უშიშროების საიდუმლო ხო არ გავამჟღავნე და მე ნელა შევეგვი. ეს არის ის რაღაც დაინტერესა ჩემმა პუბლიკაციამ ვიღაც ადამიანს საქართველოში მის მიღმა. მუშაობ ფონდ ღია საზოგადოებაში ერთ-ერთ პროექტში. ეს არის რადიო საზღვრების გარეშე საქართველოში არის ცენტრალური ოფისი ღია საზოგადოების ფონდში. რადიო საზღვრების გარეშე გულისხმობს ონლაინ რადიოების შექმნას და მათ ადმინისტრირებას საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ჩვენთან არის დაახლოებით 7-მდე ონლაინ რადიო. ჩვენს მეგობრებთან ერთად, კოორდინატორებთან ერთად მეც შემაქვს ჩემი წვლილი მათ ამ პროექტში. იქ შეეხება ბლოგების წერა, შეეხება ამ რადიოების
promotions ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით ქართულად და ინგლისურად. თემები არის სიტყვის თავისუფლება, ტოლერანტობა, დემოკრატია. დამალულად ვეწევი ინტენსიურ თვითგანათლებას, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამ ეტაპზე. განათლება პოლიტიკის მეცნიერებაში, ისტორიაში, სხვადასხვა მეცნიერებების მიმართულებით, კულტურაში და ასე შემდეგ. თავარია ხალხთან ვარ ყოველდღიურ კონტაქტში, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განათლება. დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. ნაწილობრივ ერთ სემესტრი რომში, ამერიკულ უნივერსიტეტში, ჯონ კებოტის უნივერსიტეტში სწავლობდი. იქაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე თვითონ სფეროში და მომავლის დაგეგმვის თვალსაზრისით. დავამთავრე ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლა, ძალიან კარგი სკოლა. დევნილ პირველ ეტაპზე სწავლობდი ხობის რაიონის სოფელ თორსაში, რაღაც იქ ცხოვრობდი ჩვენ და 8 კლასი იქ დავამთავრე. დევნილობის პირველი 13-14 წელი სახლი არ მქონდა და აი რეკლამა რო გადიოდა რაღაც მე მინდა მქონდეს თბილი სახლი რო იყო. მეც ვიზიარებდი ამ რეკლამას, იმიტომ რომ არ მქონდა ეს სახლი და მე, მამა ჩემი, ჩემი ძმა, დედა ჩემი, მთელი ოჯახი შრომობდით და ავაშენეთ სახლი ზუგდიდში. ისეთი პარამეტრებით, როგორც გვინდა იქ გქონოდა, იმიტომ რომ იქ სახლის აშენება როცა დაწყებული გქონდა მამა ჩემს, კონფლიქტი მოხდა. საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს, ჩვენ ვართ აფხაზი ოჯახი, რომელსაც უნდა რომ საქართველო იყოს ერთიანი. ქართული იდენტობაში ვარ გაზრდილი და ინტეგრებული. შემთან სულ არიან აფხაზი სტუმრები, ვინც გადმოდიან. პირველ ჩამოსვლაზე ეშინიათ, იმიტომ რომ ეს მითებს ჩვენი მტერი ალბათ ჩვენზეც და მათზეც ავრცელებს. აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი ნაწილია. ეს კონფლიქტი ხო არ არის აფხაზებსა და ქართველებს შორის. ეს რაღაც შექმნილი მითია, რომელიც არავინ არ უნდა დაიჯეროს. აფხაზეთი ოკუპირებულია ჩვენთვის და აფხაზებისთვის დღეს. მე ვიცი ძალიან ბევრი აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც ოცნობს თბილისში უნდა ჩამოსვლა, რომელსაც უნდა ბათუმში ჩამოსვლა და ზაფხულის გატარება. რობი უილიამსის კონცერტზე უნდა და ვიღაცა ჩამოსვლა, ფეხბურთზე ჩამოვიდა ვიღაც, ხო? ეს რაღაც ხელოვნური შექმნილი ბარიერებია, რომელსაც ვიღაც გვიწესებს. ჩემი პროფესიული ფოკუსი არის ჩემი ცხოვრებისეული ოცნების ნაწილი. საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნება და ერთიანი საქართველო. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მოახდინა იმან, რომ ბავშვობაში სახლი არ მქონდა. მოახდინა იმან, რომ 2 წლისას დავტოვე ჩემი სახლი და დღემდე არ მაქვს პასუხი იმაზე, თუ რატო უნდა დამეტოვებია მე ან სხვას თავიანთი სახლები. ძალიან რთული გზა ბავშვობისას, ბავშვობის შემდგომ რაღაც სხვადასხვა ეტაპზე გავლილი. მე მგონი, რომ დაილექა და ერთბაშად რაღაც დანაკლისი, რომელიც ადამიანს გაქვს, ცდილობ რომ პროფესიულად შეივსო მომავალში ან ცხოვრების რომელიც ეტაპზე, როცა შენ ამას შეძრებ. 2012 წელს ჰარვარდის ჟურნალმა გამოაქვეყნა იქ ჩემი ინტერვიუს ნაწილით, გამოაქვეყნეს ეს ფრაზა, რომ ჩემი ოცნება წვილი შევიტანო ქვეყნის გაერთიანებაში. ეს ხა ერთი შეხედვით იმ დროს მეორე კურსზე ვიყავი და ცოტა მეოცნები ბიჭის ფრაზას გავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მithქვამს და შევეცდები, რომ ჩემი პროფესიით რაღაც პოზიტიური წვლილი შევიტანა ამ ყველაფერში და თუ ამის საშუალება მექნება, უფრო ბედნიერი ვიქნები. Venus was her name, she's got it, yeah baby she's got it, I'm your Venus, I'm your fire, I'm your desire.